საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით ილიას ტბაზე ახალი სასტუმრო აშენდა. სასტუმრო როიალ ბატონი ირაკლი კოვზანაძემ და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმროს მეპატრონესთან ერთად გახსნეს. სასტუმრო კომპლექსის მოწყობა $2,300,000-ით დაფინანსდა. როიალ ბატონი 4 ლუქსად და 27 სტანდარტულ ნომერს მოიცავს. სასტუმროში დასაქმებულთა 80% ადგილობრივია. სასტუმრო როიალ ბატონი რიგით მეორე ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით აშენდა. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით ფონდი ტურიზმის განვითარების მიმართულებით კიდევ რამდენიმე პროექტში მონაწილეობს. სასტუმრო ილიას ტბაზე ეს სასტუმრო წელიწად ნახევრის განმავლობაში დასრულდა. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ობიექტი. მე ვიტყოდი არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, არამედ მთლიანად საქართველოში. ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება და ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს. ძალიან მიხარია დღევანდელი დღე საპარტნიორო ფონდმა კიდევ ერთი კარგი პროექტი დაასრულა, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი. სასტუმრო ილიას ტბაზე პრაქტიკულად ხორციელდება ის პრინციპი, რაც ჩვენ გვაქვს. მივიღოთ თანადაფინანსებაში მონაწილეობა, შემდეგ ვაკონტროლოთ პროექტი, ნახოთ როგორ გაეშვება და შემდეგ გზა დავუთმოთ პარტნიორს, ინვესტორს. განსხვავება სხვა სასტუმროებიდან და სხვა კომპლექსებიდან ის არ არის მარტო სასტუმრო, აქ არის წარმოებაც, აქ არის საცხოვრებელის და არის დასვენებელი კომპლექსი.